პოლიციამ მესტიის მუნიციპალიტეტში ენერგორესურსით სარგებლობის წესების დარღვევის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო და 148 ეგრეთ წოდებული მაინერი ამოიღო. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 6 სხვადასხვა ლოკაციაზე აღმოჩენილია კრიპტოვალუტის მწარმოებელი სპეციალური მოწყობილობები, ეგრეთ წოდებული მაინერები. გამოძიებით დადგინდა, რომ ამ მოწყობილობების საშუალებით ადგილობრივები დიდი რაოდენობით ელექტროენერგიის უკანონო და მართლსაწინააღმდეგო მოხმარებით ციფრულ ვალუტას სისტემატურად აგენერირებდნენ და არალეგალურ შემოსავალს იღებდნენ. უწყების თანახმად ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოღებულია დიდი რაოდენობით სპეციალური ტექნიკური მოწყობილობა. ფაქტთან დაკავშირებით კი დანაშაულში ჩართული სხვა პირების გამოვლენის მიზნით აქტიური საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. დანაშაულის 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. უკანონო კრიპტომაინინგის თემაზე დღეს ბრიფინგი გაიმართა ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში. ლაშა ფარულავა მოცნებას მოუწოდა დაასახელონ კონკრეტული ადამიანები, ვინც ბიტკოინ მაინინგის ქსელის უკან დგანან. მიუხედავად იმისა, რომ მამუკა მდინარაძე დაანონსა სვანეთში მაინერებთან ბრძოლა და მიმდინარეობს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან მოქმედებები და ამოღებულია რაღაცა მაინერები, ეს მხოლოდ ამტკიცებს იმას, რასაც ჩვენ წლების განმავლობაში ვამბობდით, რომ იქ კონკრეტული დაჯგუფება იპარავდა ხალხის რესურსს, ელექტროენერგიას, ისე რომ არც ერთი ლარი არ შედიოდა ბიუჯეტში. თუ ვინმე საინტერესებს, თუ ვინ დგას აი ამ სქემების უკან, ამაზე უკვე ციხიდან მოიწერა ლევან ხაბეიშვილმა და ამხილა ვიქტორ ჯაფარიძე, რომელიც იყო აი ამ კორუფციული სქემის დირიჟორი და ამის გამო მათ შორის ბიძინა ივანიშვილს რო ქონდა გდანში ბითფური გაუძვირდა ჩვენ თანამოქალაქეების ცხოვრება. ამიტომ ყველამ ეს ფული უნდა დააბრუნოს უკან და ამ გაზრდილი დენის ტარიფს არ უნდა იხდიდეს ჩვენი თანამოქალაქეები, ეს ფული, ეს ნაძარცული ფული უნდა დაბრუნდეს ბიუჯეტში. თემასთან დაკავშირებით კომენტარი გაკეთდა ქართულ ოცნებაშიც. არასწორია ჯორებით საუბარი. ჩვენ ვიცით, რომ არსებობს პრობლემა. ამ პრობლემასთან დაკავშირებით ბატონ ვიქტორ ჯაფარიძესთან ერთადაც ჰქონდა საუბარი და ერთად მივიღეთ შეხვედრა ჰქონდა და ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ უნდა მიგვიღო გადამჭრელი ზომები. შეიძლება ეს ზომები იყოს რაღაც ერთგულებთან დაკავშირებული, მაგრამ ერთად გადავწყვეტეთ ყველა, რომ უნდა მივიღოთ გადამჭრელი ზომები. ის არის საქართველოს რა თქმა უნდა საქართველოს პარლამენტის წევრია, რომელიც არის მესტიის მკვიდრი, შესაბამისად მისი აზრის მისი არა რაშუაშია ეს კიდევ ერთხელ ჩვენ შეგიძლიათ ჯორებით თქვენსკენ დაიტოვოთ, მაგრამ ჩვენ ბატონ ვიქტორ ჯაფარიძესთან ერთად სვანეთის წარმომადგენელ სხვა დეპუტატებთან ერთად ჰქონდა შეხვედრა და ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ უნდა მიგვიღო გადამჭრელი ზომები მაინინგის წინააღმდეგ მესტიის მუნიციპალიტეტში. ოცნებამ უკანონო კრიპტომაინინგის აღმოფხვრა 1 ივნის დაანონსა. თემასთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგი მამუკა მდინარაძემ გამართა. მან თქვა, რომ უკანონო კრიპტომაინინგის აღმოფხრის მიზნით სვანეთში გამრიცხველიანების პროცესი დაიწყება. სამართალდამცველებს კი ამ პროცესის კონტროლი, ელექტროენერგიის დიდი ოდენობით უკანონო მოხმარების მაქსიმალური გამოვლენა და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება დაევალათ. მდინარაძის ვეთქმით ეს აუცილებელია, რადგან ელექტროენერგიის მოხმარება მესტიაში 2025 წელს 133 მილიონი კილოვატი-საათი იყო, მაშინ როცა მსგავსი მასშტაბის მუნიციპალიტეტების ელექტრომოხმარება 10 მილიონ კილოვატ-საათს არ აღემატებოდა. ეს კი ელექტროენერგიის საფასურის გადამხდელ ყველა მოქალაქეს დამატებით ფინანსურ ტვირთად აწვება.